ზღაპარი, ლუკა და ჯადოსნური ბურთი. ერთ დილას, როცა ლუკა ბაღიდან დაბრუნდა, ეზოში უცნაური ყუთი დახვდა. მასზე ეწერა: მხოლოდ ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ლუკამ ყუთი გახსნა და შიგნით უცნაურად მბზინავი ბურთი იპოვა. როცა ბურთს ფეხი დაჰკრა, ის უცბად ჰაერში აიჭრა, დაეშვა და თავისით დაიწყო თამაში. ვაუ, შეძახა ლუკამ, შენც თამაშობ? ბურთმა თავი დაუკრა რაღაცნაირად და უთხრა: დიახ ლუკა, მე ჯადოსნური ბურთი ვარ. თუ ჩემს გამოწვევას მიიღებ, წაგიყვან საოცარ საფეხბურთო ტურნირზე. ლუკა დაეთანხმა და ბურთმა ის გადმოიყვანა ჯადოსნურ სტადიონზე, სადაც ცისარტყელას ფერებში მორთული გუნდები თამაშობდნენ: დრაკონების გუნდი, რობოტების გუნდი და კატების გუნდი. ლუკა თავისი გუნდის კაპიტანი გახდა, მის გუნდს ერქვა მეგობრობის ვარსკვლავები. ისინი ერთად თამაშობდნენ, უყურებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ლუკამ ცენტრიდან გაატარა ბურთი, გადაცემა მისცა ჯემალ დინოზავრს, რომელმაც თავით დაარტყა: გოლ! მატჩი დიდხანს გაგრძელდა. ბოლო წუთზე ანგარიში იყო ფრე. ლუკამ მიიღო ბურთი, მოატყუა მინი ტალღა, გაუძვრა რობოტ მეკარეს და გაიტანა გოლი. ჯადოსნურმა ტრიბუნებმა ცეკვა დაიწყეს, მთელმა სტადიონმა ლუკას სახელი შეძახა: ლუკა, ლუკა, ლუკა! მოულოდნელად ყველაფერი გაქრა და ლუკა ისევ ეზოში აღმოჩნდა. ბურთი ისევ ჩვეულებრივი იყო. მაგრამ როცა დედას მოუყვა, მან გაუღიმა და ჰკითხა: აბა, გინდა დღესაც ითამაშო? ლუკამ ბურთი აიღო და გაიღიმა. კი, მაგრამ ახლა მჭირდება თანაგუნდელები, მეგობრობის ვარსკვლავური გუნდი. დასასრული.